სალამი მეგობრებო, ეთერშია GeoTrader-ი. გთავაზობთ ტრადიციულ მიმოხილვას ბიტკოინის. ვნახოთ თუ რა არის მოსალოდნელი, რა მოხდა წინა მიმოხილვის შემდეგ და რა არის მოსალოდნელი. ესე იგი, წინა მიმოხილვა ჩაიწერა დაახლოებით მაშინ, როცა ფასი იმყოფებოდა 65,000-ის ნიშნულზე. მაშინ ჩემი მოლოდინი იყო ასეთი, რომ ფასი დაკორექტირდებოდა 63,000-ის ნიშნულამდე და ისევ ეს აღმავალი მოძრაობა განახლდებოდა ნიშნულამდე 68-70,000. უფრო პრიორიტეტულია და ლოგიკურია 70,000-ის ნიშნული. კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ ჯერჯერობით ჩვენ ვიმყოფებით აი ამ მსხვილ მოცულობით ზონაში, რომლის ფარგლები არის ესე იგი ზედაზღვარი 70,000 დაახლოებით, ქვედა 60,000. ჯერჯერობით ამ დიაპაზონში ვიმყოფებით და იქამდე სანამ ფასი არ გადალახავს ან ზემოდან, ან ქვემოდან. ჩემი მოლოდინი არის უფრო, რომ ფასი ისევ განახლებს აი ამ გლობალურ დაღმავალ მოძრაობას. და ის რაც მომენტებში ხდება ეს აღმავალი მოძრაობა, ეს მხოლოდ და მხოლოდ კორექცია, ისევე როგორც აი აქ მოხდა კორექცია, აღმავალი კორექცია, ასევე ჯერჯერობით ამ ეტაპზეც მიუხედავად აი ამ მოძრაობისა, ქვემოთ ჩამოსვლის ფასის, კიდევ ერთხელ 60,000-ის დატესტვის, მიუხედავად ამისა, როგორც ხედავთ, ისევ ამ დიაპაზონში ვიმყოფებით, შესაბამისად მოლოდინი რჩება ისევ იგივე 70,000. აღმავალი კორექციული მოძრაობა ისევ მოსალოდნელია დიაპაზონში 70,000. თუმცა უნდა აღვნიშნო, რომ ძალიან სერიოზული წინააღმდეგობა ექნება ფასს ნიშნულზე 63,000, ვინაიდან ეს არის აი ამ მოცულობითი ზონის, რომლის ფარგლებშიც ვიმყოფებით, მისი POC ნიშნული 63,000. როგორც ხედავთ, ჩვენ POC-ის ქვემოთ ვიმყოფებით. შესაბამისად, POC ამ მომენტში ფასისთვის წინააღმდეგობას წარმოადგენს. იმისთვის, რომ ფას გაეხსნას, დარწმუნებით რომ ვთქვათ, რომ ფასი უკვე მზად არის მიაღწიოს 70,000, ჩვენ უნდა გადავლახოთ საკმაოდ მაღალი მოცულობის ფონზე, ეს 63,000-ის ნიშნული და მაშინ უკვე შესაძლებელი იქნება მიღწევა 70,000-ის. ეს რაც შეეხება დღიურ ტაიმფრეიმს, 4 საათიან ტაიმფრეიმზე შემიძლია ვთქვა, რომ აი აქ ეს დაღმავალი მოძრაობა როცა მოხდა, როგორც ხედავთ, როგორც წინა შემთხვევაში, ასევე ახლაც ძალიან მსხვილი კლასტერები დაფიქსირდა, მოცულობები სანთლის ქვედა ნაწილში, რის შემდეგაც ვიხილეთ ესეთი მწვანე მსხვილი სანთელი. ძალიან კარგია, ეს ნიშნავს იმას, რომ ამ ზონაში იმყოფება შეიძლება ლოკალურად, უბრალოდ აი ამ მომენტში და არა ასე ვთქვათ გლობალურად ამ ნიშნულიდან მოსალოდნელია გრანდიოზული აღმავალი მოძრაობა, არა, უბრალოდ კორექციული მოძრაობა, ისევ აი 4 საათიან ტაიმფრეიმიც იგივეს ადასტურებს, რომ 63,000-ის გადალახვის შემდეგ ფასს გზა გაეხსნება 70,000-ის ნიშნულამდე. ჯერჯერობით მეტი არაფრის თქმა არ შემიძლია, იმისთვის რომ ყოველთვის იყოთ საქმის კურსში თუ რა ხდება ბიტკოინზე, შეგახსენებთ ტრადიციულად, გამოიწერეთ ჩემი Telegram არხი, სადაც უფრო ოპერატიულად ვდებ მთელი კვირის განმავლობაში თუ რამეს მნიშვნელოვანი ხდება, თქვენს კარგად გესმით, რომ ყოველ წუთას, მიმოხილვას ვერ გადავიღებ, იმიტომ რომ პირველ რიგში მე ვარ ტრეიდერი
და ვაჭრობ და არ შემიძლია გადავდო ჩემი ვაჭრობის ასე ვთქვათ საქმეები და უფრო მეტი დრო დავუთმო მიმოხილვებს და ბლოგინგს ვინაიდან ვარ ტრეიდერი, ვინაიდან ვარ full time ტრეიდერი, რომელიც აი მთლიანად ტრეიდინგით, ასე ვთქვათ, თავს არჩენს. მოკლედ, ეს იყო და ეს, კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ, გამოიწეროთ Telegram არხი, დაალაიქოთ ეს ვიდეო და გამოიწეროთ YouTube არხიც, ეს ძალიან მნიშვნელოვანია არხის განვითარებისთვის. დიდი მადლობა ყურადღებისთვის, მომავალ შეხვედრამდე.